ეს ჩემი ესე დადე. აუ მე გამოვა შენ მან დიჯექი გაიგე? გენია გამოვა. გენია. ეს შესაძლოა ოფილოფი. მოცა მე ვილაკარაპო მერე ჩვენი სტუმარი არ მოვიდა ეგრე? გააშოთ გამომაცხადე მიდი გენიოსი და YouTube-ის მეფე. ჩვენი სტუმარი გიორგი მოეც. YouTube-ის მეფე. ნუ იცი ხარ მიდი რა. ეს ჩვენი სტუმარია YouTube-ის მეფე. ტაში თა. აი ვილკილია. ვილკილი იქნება შენ რა ვახარ. რა ხარ ძმა? რა ხარ კი რა. ეს არ გვინდა, გაჩერე. გვინდა. არ გვინდა. მე მართლა მეუბნები რომ არ გამოჩნდე მეთქი და იყავი მეთქი, მაგრამ ვიდეოში მინდოდა ჩამოუშვა ცხვირი, ხოდა. და მე ერთი კლიპოდი ბუმ. ბავშვი ნემელა ითვისებს უკვე რომ ტელეფონი დაითრია. აუ, მოიცა ვაჩვენო ერთ წამი. მოიცადე მაჩვენ. მომეცი. ყველასაჩვე. ბავშვი, გამლელი გააჩერე, დღეს შენ ტელეფონი გაქვსო. მოხუცი კაცი იყო გაჭირებული. არა, ოშილო, მე მახო. ეს ვინ გამოგიგზავნა, იცი? დამოვიწყდა. დაგავიწყდა? რა წერია უკან? სპონსორები ჩინელებმა. ალექსანდრე რომ ხო, სპონსორები. სხვა შეზღუდული დროით შეგიძლიათ მისეთ ხოლმე თქვენ შვილებს. ეს ახლა რეკლამა არ არის. დღეს აქვს 3 საათი. მე მის ითიშება. თავისით? იქ სხვა ტელეფონი არ აკონტროლებ. ოპალა. ჰინკლის სახლიდან გამოვიზა ვაფშე ძალიან ჰინკლის სახლიდან? ჰინკალი მოვიდა. ძალიან ბოლო დროს ძალიან. მეთქი ჰინკალი მოვიდა, მეთქი კარგად ჩა. კარგი რივიუები არ აქვს, იმიტომ რომ იმაშიც არის ხოლმე. აუ, მომდა საკვეთილებში და. მამა, მე ამ ვიდეოში უნდა ვჭამო. არა, მამა. რატომ? ჰინკლის სახლის რა უნდა შეჭამო, მამა, საშია. რა საშია? მოწვე ხარ. კიდე ინდოელების საჭმელი არის? აბა. მე არ მინდა. ინდოელების საჭმელი. კაი სუნია. უი მე. მომეც ერთი რაოთო. მოიცა ერთი ჯერ. რანაირად არის ესა? მე და შეიძლება მეც ვჭამო. იუპი. მოიცა ეს. აი მოცა. რა პირპილი მეთხო არ მინდა რა. ხო, შენ ისეთი პირპილი არ ეკარება. ეს იქნება შენი ადგილი, ეს იქნება ჩემი. კარში არ გუჩანს რა გონა. ნახე. შიგნით ჩავუხე. ჰინკლის სახლიდან მოვიდა ხინკალი, რომელსაც წვენი ალბათ მოყვება თუ თვითონ გავვიდა, არ ვიცი, მაგრამ. აუ მართლა რატო გავუვიდა? მოწეფშები არ გვინდა? არა, მე არ შევიდა. თეფში მინდა მე. მამა ესე ჭამს როგორც აი ცხენი როგორ ჭამს ეგრე ჭამს, მაგრამ მე ეგრე არ მინდა, კონტროლად მინდა შევჭამ. თეფში კონტროლად. კულტურულად ეს ღორია, ეს ღორი ვის ჭამს? რა ხდება ალექსანდრე? ხინკალს უხდება მართლა ხელით ჭამს. რა ჩანგალი ვაფშე არ მინდა, თეფში მინდოდა. მოიტანს. ხო, ჩანგალი შენ. რა საკეთებ? ხორცი არ მიყვარს. ხორცი არ გიყვარს? გადმოაგდეს რა. ცხენიო ხო იძახდი, კაია უწერანო. რა ცხენი? ცხენის ხორცია ეს. არა. რატო? ცხენი ფუში. რატომ აჭმევ ცხენ ხორცს? ცხენ ხორცი? ცხენ ხორცი მაგარია, მამა. არა, რებანზია. წვადი უფრო მაგარია. მინდა. რა? შეაფასე, აბა როგორია, რო ჭამ ხოლმე ხინკალს, რომელი ჯობია, ის თუ ეს? ხო, სახლის ხინკალი მე, სახლის ხინკალი არ მევასება, სკელი როა რა. მოიცა. ეხლა მე მოიცადე. აი, სახში გამოიძახეთ ხოლმე ხორცს, კაი წვენია ხო, მაგრამ აქ? არა. აი, დალბოლილია და რაღაც აი მუჭმუჭნილი. აი, ესა რანაირია? ესეთია, ეხა. დალბოლილია თუ დაბოლილია? ჰინკალი ხო უნდა იყოს რგვალი. ჰინკალი ხო უნდა იყოს. მამა ხო უნდა იყოს ჰინკალი რგვალი. ეს არის რგვალი? ეგ მოჭამე და მაგიტო. ხო, მაგრამ ამაზე კი არ ვი. ეს არის ახლა დადებული. 10-დან 5 რა. მე შებოლილი გებულად. მე 10-დან 10. 10-დან 10? ხო. ამდენი კრიტიკას მე 10-დან 10. რა თქმა უნდა, ბავშვს არ დაეჯერება. ხშია. მე ვანი გემო არ გაფასებს. ბლენდერის მე რა მიწერეს. აჩკსა გემო. რაკაია. რაკაია? რაღაცნაირია. ხორცი არ არის, მე მგონია ხორცი.
არის ეჭვნა. ვარაუდია ჩემი. ცუდი არ არის. 10-დან 5 მაგიტო. საქართველოში ხინკალს რო გააკეთებ 10-დან 5 არის. 10-დან 10. შებოლილი გემო დამიტოვა დედას გეფიცები, არ ვიცი. ცუდი რატო აი? შეიძლება ნარჩენილისგან არის სწორად. არ არის ცუდი თქო მაგას გეუბნები და 10-დან 5. იდეალური არ არის. შესაძლოა კუჭი ძალიან დიდი აქვს, ფორმა დიდი აქვს, შიგნით ხორცი ცოტა დევს. შეკლონი უნდა იყოს, ბევრად პატარები შეიძლება რომ იყოს. და ასე შემდეგ რა. კუჭებს ჭამ? რატო? მომენა დამიტოვე. სულ ვიდეოს შევხოთ რომელღაც რეკორდები მოხსნაო, ხო მე ვერ გავიგე რატო მოხსნა რეკორდები მართლა რა. არ მართლა არ მესმის შეჩემა. პირველი ქართველი იყო სამხრეთ ჩრდილოეთ კორეაში. გასაგებია, მე ვიყავი პირველი ქართველი ჩერნობილში. მე ვიყავი პირველი ბავშვი საქართველოს არ მეყოფილა. აშიკო. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ რადიოაქტიურ იმაზე ჭაზე არ ამჯდარა. კარგი იყო, ნორმალური, მაგრამ ხარისხი ცოტა რა კაია. მეორე საჭმელი ახარა. არა, კაი იყო მართლა ყოჩახს სოსოს რო წავიდა, просто იქ შიშები აიკიდა მე და მართლა კაია, 10-დან მილიონი რა. და ის გოგონა რო გამოაჩინა. რა. კადრში რომელიც ელაპარაკებოდა და აჩვენა. მოიცა 0-დან 0-1. ეგ გოგონა უკვე დასაჯეს სიკვდილით გამზდელი მოკლეს. რა არის? არა, კაი ვიდე იყო ნორმალური. ой, მე გაიხ კიდე ხინკალი თუ არის სოგი. ო, შეჭი. რა მართლა რა? ორტი. აი, სარა. ეგა რა ტორტი? ეგა რა? ცეზარის სალათია, შვილო. ხარი მოიტა ისა რა. ესა მართლა ტორტი. საქართველოს გეტყვით მოიცა. ცეზარის ტორტი? ამას ვიპ სალათი. ვიპ სალათი? ხო. ვა. მაგრამ სუბტაცებში რა. აუ. მალობა. შიგვევჭამა. შიშ. მოიცა ესო. კაი ვიზუალი. კაი ანუ. ძალიან კაი რა. ანუ ესა რა არის ესა? აი ხო, მოიცა. ნა, აი ეხა უყურე. აი ეს რა, მართლა რა. ეს რა, აჩი ეს რა არის? ხო და აი ეს რო ამოიღო და ჭამო, ანუ რა უნდა? ანუ ეს რო ამოიღო აქ და რომ მოკვდე. მართლა რომ მოკვდე, ბიჭო. ამოც ეს საიდან არის? საიდან მოვიდა? ხინკლის სახლიდან. ეს არის სრული მე ვერ ვიტყვი ბავშვი მესრება, მაგრამ რა კბილის ჭხილის, ანუ რისთვის გააკეთეთ ეს, რომ ეს ამოვიღო? თუ აი ეს რა, ეხა მოიც ამებს რომ დავაცლი, როგორ უნდა ვჭამო, რომ ღმერთს თუ კიდე არ შემხდეს? მამა ფრთხილად ჭამე, რაღაცა ხრეში არ ეყაროს. არა, ვიზუალი კაი, მაგრამ ეს არის სოცხლის ვიწაში. ბიჭო, თან ვერც იტყურა აუცილებელია მაგის. ანუ აი რა? მამა ფრთხილად ჭამე, ფხები აქ. ვიცი. ამ სალათს. ვიცი. როგორი ცეზარია, იცი? აი ქართული რა ყველა. ცეზარი არის? აბა, ჯეჯემა სხვა რა არის. ქათმის ხორცი არის ცეზარი? მეტყვი საქონლის ხორცია. ნუ აჭამ ეგრე. ცეზარის გემო აქვს. საქონლის ხორცი აქვს. ქართულია მეთქი, მაგიტო გეუბნები. სხვათა შორის აი რა შეიძლება გქდეს ეგ? 15 არის. რაღაცას 20 ლარი. მინდა რომ ადეკვატური 20 ლარი. მინდა რომ მე რასაც გეტყვი ის იყოს შთამბეჭდავი და შენ ხა ის რაღაცას მეუბნები რომ ასე ხარ. ვა შემილია ძალიან მიშილია. რეალ ან აი מחარე გამოძახებული სალათი 30. 32. მაგრამ ძალიან იოფია ხა შენ ძალიან დააგდებ ასე. ბიჭო, რატო არის იაფი? დამლაშება საათის ფურცასა და პამინდორს მიაკაკაულობა. ხო, მაგრამ შამბეჭდავია რა. ნუ აი ეს არის დამეჭდავე ალბათ რაღაცა. ეს არის ვაფშე ლავაში დახუხული, არ შეიძლება გამოცხარია, მაგრამ ფორმაზე არის გამომცხარი სავარაუდოდ. საყურებლად ზერს კი რაღაცაა ძალიან ხუთი. წვანე ის აქ, ზეთისხილი, შავი ზეთისხილი აქ, ეს ქათამი. კაია. აი გემო რო შევაფასოთ. შემწარი სულგუნია ალბათ. ვა. მოცა ქულები ჯერ. შენ რამდენი ქული გაქვს? თუ ხაჭოა. რა ხაჭო ბიჭო ეს გიჟია. კიტრი. მამა, შება, მამა. აბა შეაფასე. 10-დან ბიჭო 8 რა. იმიტომ ეს ცეზარის 10-დან 10. ახლა შეადა რა. ცეზარში არ გადის, ანუ ქართული სალათი დავარქვათ, იმიტომ საქონლის ხორცი აქვს. შეიძლება ქათამია და უბრალოდ არა, ფერია შეცვლილი. ფორმა კაია და ყველაფერი ბევრი ყრია. აი, ჭამა რო გინდოდეს უცებ რაღაცა. შეჭამ გაძღები და ეს აი მინდა გაძღები. იმას რა ცეზარსაც აქ რო ფრეშად. მე ღამე უნდა ეს იმენა არის პიზდებო. აუ ჩემი. შეშენ ჩატოვე. აუ ნახე გატეხა
იმენა საშინელებათა ჩანგარია. შემიტყვი რა. მე კიდემში ანუ შევჭამ რა. მოდიშთ. მამამ. ნათან სახში ჭამს. აი ეს სიტუაციებში უფრო ჭამს. აი მეჩა. სახში აგეგონთ რომ შეე, მაგრამ 3 დღეა არაფერი გვიჭამია. სულ გასინჯა ხო აი როგორია აბა ალექსანდრე. მე სამესა ჭამს, ეს მაგრამ გასინჯა. კაია? მამამ. მოსეჯერათ. გაგვიწვიაჩი. აი ეს დევს აქ სუფთად, აი ძმაო. ხაჭოს გემოზე ჭამ მოგონთ რა. რა ხაჭოს? თლიანი პომიდორები. ვაციღებს კაცი. ვა. მამა, საწყალი ბავშვი ვარ თუ არ ვარ? ერთი დღე არ მიჭამია კარგა, მაკარონი. მაგრამ ხა იმიჭამია. ნახე რა. ყოველ დღე თავს მაკარონს ბიჭო. რამე სხვა ჭამეთქი. ეხა იძახს რომ არაფერი მიჭამე ერთ დღე ნორმალურად ყოველ დღე მაკარონი. გაგვიჭერი შულო, აღარ გამოგიშვება. მოწა. ზეა. აუ როგორია. საიდან იღებ ბინძური მაგიდიდან შენი? სალპატკი მომეცით ხომ რა. ეძეწოთი მაცადე ძმა. ეგბჟაბე. იუთუბერების რაოდენობა იზრდება და ვინც წინასწარმეტყველება დავდო რა. ერთ წელიწადში ქართული YouTube-ს სახე გასწრება. დედა ეტირება ვაფშე. აღარ ივარგებს ქართული YouTube. აგერ მე, აგერ თქვი. პოტენზე ხო თქვი? როცა მოკვდებოდა. რა. მიწეს რა თქვი გამართლა. მამა. ყევები იქნება მართლა ერთ დღეში. ყევები იქნება, ხიათი ყავით. იცი რა, ის ვიდეოები რო ჩაჭმელები სამკვირაში წყალს ვხედავ. 2 სეკუნდე რა წყალია, ეს ან წყდება, ან ძალიან ბევრი მოდის. ეს ვაფშე ქვენი იცის რა არის? ითიან რათადი. იცი? აბა დაჯე ბიჭო საჭმელი გვაქვს ჩიპსი რა. გინდათ? მომე ჩიპს. ეს გამო. სახეში მომხდება. გავხსნა? კი, აჩის დაუმზდა აჩის. რა, ჩიპსი? ხო. სო, მოდი, მოვიდა. სო, ჰა. შიშ. შიშ. ეს რო. ეს არის ღორის ტრიკები. არა, ეს არის соуსი, ძმა, წარ. ეს ბალა ანა. კარში გამოგიჩინე, კარგი. გახსენე ხუთი. ეს არის ხომ? ხოსრო ჭამ წინა დღეს. ხუთი დაშალე. აი ზუსტად ექიმთან მაქვს ხომ ზუსტად ესეთი რაღაცა რომ აი გასინჯო მას არ ნახო რომ გამოკვლევებზე აი ეს რო წავო გამოკვლევებზე შეიძლება გითხრა რა გჭირს შეიძლება გავიგე მაგრამ რა გაცინებს ეს ტონე ის ბევრია აქვს ვაიმე მაგეთ ხო ვარ ჩაო თქვენი ჩამპალია არ მინდა იქ შევჭამო მამა თხოვალი მაჭამოდა შეწვა აკალია მოიცხადე მამა სვალი რატო აპარკი უკნიდა სვალი რატო აპარკი რაღაც ნაწილი შემწვარი რაღაც ნაწილი წითელია რა ეს ასე ჭამდა ჩერტი ბიჭო აბა გასინჯ ვარ მინდა ხო რა მართლა არ მინდა 7 კიდე 7 იმიტომ რომ შესაძლოა არის და გემრიელია ნახე რა რა გემრიელია ძმა ეგ რა გასმულია ხანუ გემოები აჩი ეხა მე აუ ბიჭო გეუბნები აჩი გახსოვს მეორე ვიდეოში ადრე შენ რაღაც დალია და რო არ მოგეწონა არ ვიცი ხა შენ როგორ მზადდება მაგრამ ფაქტია რომ ეს ახლა რაც მოვიდა აჩი კიდე ეგრე არ მოხდეს როგორ შენ რამის ძალიან გემრიელია რა თუ აჩის მოეწონა ნორმალური არის რო გითხრა ხა რომ მე ვაფშე არ გამიშინე ხო და არ ვიცი ოქე როგორ მზადდება მაგრამ ეს რა გიგდა ეს არის გიგანტური ხაბარი გიგანტური რატო სქელი არის ალბათ და მაგ გიგანტური მარტო გულივერი ქვია მას გულივერი ხაბა მამა რა ეღირებოდა მამა ეს ეგა 1.20 ლარი რატო ყოი ბიჭო მამა მოიცა ნუ აი ეს რა იყო ჭხრილია ბიჭო ღირს გამოძახება პროსტა ქართული რესტორნების უმეტესობა ნუ ეხა ისწავლეს ეს სისუფთავი და რაღაცეები მაგრამ არ ვიცი რა როგორ არის და რა არის ამაზე წერენ ხოლმე ბევრს თუც რომ ეს ვიპოვე ის სასწავლებლებს აი მა ფიქრეს ახზე მანდ რა გაჭირდა ის არის და არ ვიცი ძველი ისტორია თან ძალიან ბევრი ხიშტიკოა მიდიოდა ხოლმე ადრე რესტორნებს შორის
ერთმანეთის ჩაძირვა. აი შაურმას რო გახსოვს ვირის ხორცი აღმოჩნდა. ხო და აი საქართველოში ძალიან რთულია გაიგო რა ხდება, იმიტომ რომ ვიღაცა გახსნის შაურმას იქ ორლარს გადაუხდის ვიღაცებს მიوارდებიან ესენი უსუფთავობა რაღაცა სიუჟეტი ისე გამოვიძახეთ Bolt Food-დან ეს ყველაფერი მეგობრებო და Bolt-ზე რომ მეუბნეოთ აქცია გვინდაო ეხავე იქნება მოკლედ 40%-იანი პრომოკოდი გექნებათ ახალ მომხმარებლებს რა ვინც იდეაში FOOD 40 ვინც ჩაწერთ ახალ მომხმარებლებს ვინც იქნებით გექნებათ 40%-იანი ფასდაყრება გამოძახებაზე 24 აპრილამდე 24 აპრილამდე გექნებათ გამოძახებაზე 40%-იანი ფასდაყრება არა უფასო მიტანა ეს თუ არის ისედაც აქტიური 40%-იანი პრომოკოდის გამოყენების ვადა არის ერთი კვირა 24 აპრილამდე ამ პრომოკოდს გამოიყენებთ FOOD 40 40%-იანი ფასდაყრება გექნებათ ვინც აპრილში გადამოწერს Bolt Food-ის აპლიკაციას სამი უფასო მიტანა იქნება ისედაც და ხო ეგ არის რა და რამდენად გამოვუვათ ეს კაბაბი 24 ლარის მაგივრად 24 ლარად გამოვუვათ 40%-იანი ფასდაყრებით 14 ლარი ხო ის გამოვა ტორტი ეგ უნდა გამოიძახოთ 10 ერთ რაღაც გამახსენდა ერთ რაღაც გამახსენდა რა გახსენდა ერთხელ ვიდეო ის უთხარი ხალხს კომპანია რომ გამოგეხმაუროს გარე იმისთვის სამზარეულოსთვის რომ გაზი გინდა დიდი მოიცადე იცი რა მოიცადეთ მიდი უთხარი ის დიდი ნეჟავე ის მაგიდა რო გინდა დასამზადებელი და გაზი დიდი აჩი ხო გახსოვს რომ აი ისინი მოვიდნენ აი დან პატარა ბავშვი რო იყო და 10 წლის რო იყო 10 იარაღის გახსნა ხო ბატონი დავითი ხო ბატონი დავითი მაგის ვიდეოს გავაკეთე ღამე რო ბავშვები შერო ტიტული იყავი და ბავშვები რო ღამე მოვიდნენ და შერო ფანჯიდან დაინახნენ კამერებიდან ან ბავშვები მოვიდნენ ვიდეოში რაც ნახეს იმება უყურეს და ნახეს საწყო და მე ტიტული დავდიოდი და ტიტული რა მაიკა გახთილი დავდიოდი და მოვიდნენ და ფანჯიდან იყურებოდნენ და მე გავაგდე ყველა ხო ერთი ველოსიპედი გამოვარდა დავარდა ეგრევე ის არის ხო და იდრეს ახლა ალექსანდრე დაბლა რაღაცებს ვაკეთებდით და მამა ვაქო რა კარგი იქნებაო ნეჟავეკის მაგიდაო და გარე გაზიო რა ის გარე გრილივით გაზირო და იქნება რამე კომპანია გამოეხმაუროთ ვინც აი ნეჟავეკის მაგიდებს სამზარეულო ინდუსტრიული სამზარეულოს მაგიდებს ამზადებთ და ბავშვებსაც რო აუხტინოთ ხო გინდა მამიკო კი მამიკო ბებია მინდა რა გინდა აბა გაზი ტელევიზორი მაგიდა ტელევიზორი რა ტელევიზორი ნეჟავეკის მაგიდა თქვი მოცა ეს თქვი ნეჟავეკის მაგიდა არის ჩემი ოცნება თქვი რა გეხვეწე ტელევიზორი არის ჩემი ოცნება ტელევიზორი თქვი ნეჟავეკის მაგიდა არის ჩემი ოცნება ნეჟავეკა თქვი მაგიდა არ მინდა ბიჭო კამერა არის ჩემი საყვარელი მოგი სო დაგემშვიდობები ალექსანდრე არა მაშინ თქვი ნეჟავეკის მაგიდა მინდა მაიკა მინდა მახარ ბლენდერის ვიდეოს რამდენი ლაიქი აქვს რამდენი ლაიქზე შევპირდით რომ შემდეგ ვიდეოს გადავიღებთ არ ვიცი 10-ზე ხო და რამდენია 10500 ლაიქი სუსს გადავასწარით ვიზა ასოს ხო გეუბნებო ჩერნობილის ვიდეოს რამდენი ლაიქი აი გუგლი დაგწყდება სკაია სუსთან კი არაფერი ძალიან მომეწონა მაგრამ მოიცა რა სიცოცხლისთვის აი ბიჭო კაცი სიცოცხლისთვის საფრთხე შემცველი რომელი არის მამა აი რა ის ბიჭო რა სისულელეს იზარ ნებისმიერ მომენტში არავინ არ მოკიდეს ნებისმიერ მომენტში არავინ არ მოკიდეს ხეს თუ მიდიხარ გითთან ერთად და იმ წესებს დაიცვა რაც არის დაიჭირეს ერთი ტიპი რის გამო დაიჭირეს კადრები ნახე კიმჩენის პოსტ ჩამოხსნა შეჩემა და მიქონდა არ მიქონდა პროსტა ჩამოხსნა მიქონდა რა არ მიქრალი დათო რა საიდან იშოვა რა ხო მამუზდაით ჩამოხსნა ეს პოსტერი და რავი ხო ანუ მოიცა აჩი გეუბნები ეგ გამხრებული არის ყო არაფერს შე აჩი მეორე საჭმელი ეხლა რო გამოსულიყო და კიმჩენზე გინება დაეწყო ხო გათავისებული გაქრო ისა აჩი სიცოცხლისთვის აჩი კი მეორე საჭმელი კი რა მეოთხე საჭმელი ხო მეხუთე ეგ გაგვაცალე რა ყარსი მე ესა თუ ისა ესეც ცუდი გემოხ ეხლა მოვა ხაჭაპური კლასიკა აიღე ხაჭაპური ესა ხინკლის სახლი 6 ლე ვოლტის 3 ეს რა ეს რა
ეს ანუ სიარულის დროს ორმოს აწევა და ხშირად. მართლა. აი ეს. მიყვარს რესტორანი დაჭერილს აგზავნის? ობიო. ეს არ არის ხაჭაპური. ეს არა ხაჭაპური. შენ ნუ ხარ ისა. აი ეს აი ყველი რანაა. გასიჯევა. შეკითხვა მაგ რა. რა. დაჭრას რა უნდა და ერთი მიზეზი მითხარი რატო არ უნდა და მის ისახებს უნდა დაჭრა. შეიძლება უფრო დაიშალოს დაჭერილი. ამაზე ვიყო ჩეჩემა? მამა, სალპაჩკი რა ვახუია ჩემი საჭი. ჩემი აზრით ყველა ობიექტმა უნდა დაჭრას ხაჭაპური. მამა. უნდა გააგზავნოს სობილი იმასე. მამა, მამი. 10-დან 5. აჩი, ნახე, ისე არ მომიწონა რო აქ არ მოგეწონა? არა. შენცოდი აბა. შენცოდი. ხაჭაპური არ მოგეწონა? რა მარი ხაჭაპურია, ჩემ ცოტა. 1-დან 1. რა ყველიდევ შიგნით ბიჭო. 1-დან 1. ზევიდან იმიტომ ადებ ხომ რომ შიგნით არ შევა და ბევრად იაფი. ეგ ყველი შიგნით ჩადე რა. მაგავი არ არის ხომ რა? ნუ ხაჭაპური არ შეიძლება ამის თქმა არა. ხარისხობრივად ვიძახით 10-დან 5, იმიტომ რომ ეს არ არის ხაჭაპური რა, ეს არის დაზოგილი ხაჭაპური. ხო, დაზოგილი. მაგას ვსახს რომ ხაჭაპური თუ იქნება კარგი, ღირდეს ძვირი რა. შიგნით არის ცუდი თქო ბიჭო, არაფერი არ. ეს ნაგავში. აი. ხაჭოს გემოზე ჭამდა ეს გარე. ჰა? ლა 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 ლა. რა მოიგო? კარგა, მე რაღაც ვიდეო დადემე. არა მის გააკეთე. რას უშვებიან? სახში რა არის? ბავშვებს რას უშვებიან პარიზ საფარებენ და რაღაცები. მოიხსენი ბიჭა. მოიხსენი. თუ რა გაფარი. შემოდი არ ჩანხარ. მოიხსენი რა. მოიცა. შეთვის მაგ ერთი მოდი და მელოდი. მოეთრე აქ ახლა. ეს ტირექსის ხელებით რომ მოძრაობს. ეს კოჭლოს ატაულა. გაიარე კაცი ეგრე. ნუ შენ ნაგიჟებ შეჩემა რა. სიო ჩანდე. ეს გაგიჟება აკალია. და ვარცაკ. აი. მოხდა ხوان მაგ. მინდა ძალიან აქ თქო თიქაც თქვი და ჩინური კომპანიები ჩინური კი არა სატრანსპორტო კომპანია გამოგვეხმაურა. ჩინეთიდან ტრანსპორტების კომპანია. კარგო რამე კარგი კარგო გამოგვეხმაურეთ ძალიან აქ თქო. იმიტომ რომ 5 კუბი მაქვს ჩამოსაზრდი რაღაცა რა. და ფიზიკურად ვერ გადავიხდი $1500. თის წყალი გინდა? ეს. ეგრე მაინც მოვიდეს. ჭყონია. აღარ არის. მეც რა არ მომეწონა ეს და. აღარ? მე? დაიჭერ? დარწმუნდი ხარ? დაიჭერს მაგრამ? დავიჭერ. კარგი ბოლოს შემოინახე აჩიკო? მამა, ეს გამიხსენე რა. ეს მართლა რა არის? წვადი. გამოვიდა. შენ ზიტოვები შენ. აუ ბიჭო რა პროჭი ხარ, მამა. სტილობა. წვადი. სტილობა. წვადი მამა. ვანახე კაცი არ ჩანს. ხარება ეს. აი ეს რა გიტა ხა, აი. $3. $3. გადახედე დოლარებს. აბა. ბორის მწვადი 20 ლარი. მოიწარჩო. 1 2 20 3 4 5 ეს 1 2 3 4 5 ნაჭერი არის. 5-ია. აი ხახვი ხახვი ბევრია. ეს ნაჭერი ბოდიში ამას მოვაცალე ეს. ეხა გამახსენე ალექს 4 ნაჭერია, თვითონ ნაჭერი არის 5 ლარი. ეს არის 5 ლარიანი ნაჭერი. აჰა მამა. მე რა გაჭამე ჭამე რა. მობილია? აი ეს 5 ლარიანი ნაჭერსა ეს ბიჭო სიგიჟია შეჩემა. მწვადის ექსპერტები არ ხარ. აჰა. მწვადის ექსპერტი. 5 ლარიანი ნაჭერი აჩკობა. ბიჭო სიგიჟია მართ 5 ანუ ია. შაურმა სიყიდი რა. ეს რა არის? გემრიელი არის. კარგად არის შემწვალე. ხო? მაგრამ მაიმეს ნეკლის აი ეს 5 ლარი შეჩემა ნახევარი ძოლია. მოიცა ეს მაჩვენი, ეს მაჩვენი. ეგ მოდი მოიცა ეს სოსის დაუვი. მოიცა დაბლა ძახს რა ქვია? კალბასა. ზეხო. კალბასას დაუძახოთ. მოიცა კალბასას მიუცეთ ეს. სოსის ეძახე შეჩემა. დღეს სოსი. მოიცა კალბასას მიუცეთ ეს. შეჭამს კარგი. ხო, მართლა არ ვინა იყონია. ეს ღურის ხორცია თუ. ეს ცხენია. ჩოკატონია. პრემიქსის გემოთ ყარს. 5 ლარი რატო ხეს ბიჭო? 5
5 რა მართლა ატყუხეს. გამოძახებაზე ეს ფასებია ყველგან ბავშვი. ვერ ინახავ გამოძახების ობიექტს, სადაც რა მკიდია, შეჩემა. ოცლარის ნაკლებად გამოიძახებ. ერთ ნაჭერს. წვაც 20 ნაკლებად ვერ გამოიძახებ. გავიგმა, რაოდენობა მაინც ჩადო, მეტი ბიჭო. მამა, იცი რა? ნაჭერი 5 ლარი, ბიჭო, კაი მართლა რა. აუ, თვალში რაღაც შემოვიდა. ღორის ხორცი გაიწვი თვალში? რა, ღორის ხორცი გავიტყვი. აბა მანახი, მოიცი, კაი, ნუ ნერვი. ყუი არის. რა შეგივარდა? ჰა? შევსალბეთკი მომეცი რაღაც შემივართ. სალფეტკი მოხდა? კაი, ნუ გაიკიდებ ხელს. აუ, ბიჭო, კაი, აი ეს 5 ლარი გამო. ეს ხვალ. ბიჭო. ბიჭო, კაი, რითი აპრავებ შეჩემა. ბიჭო, ერთი ნაჭერი 5 ლარი მწვადი. ზარეულმა თავის საქმე იცის, მოდი ეგრე კითხე. მე ჩემი შეფასება. მამა, შეფასება რამდენი? მამა, შეფასება რამდენი? აუ 10-დან 1. 1-დან 1. არა, 0-დან 0. ეგ. იმიტომ რომ ერთი ნაჭერი მწვადი არ მაინტერესებს რა ხდება. ფასი გვერდზე გადადე, შეფასე გემო. 10-დან. ფასი როგერზე გადავდო? 10-დან გემოიქნე. მოცა გემო. პრემიქსის გემო აქვს. სახში გაზრდილი ღოლით შეიძლება. აბა გემო ეგ კარს პრემიქსის გემო აქვს, მაგრამ ცხიმი რო ჩავკბიჭე ამის სულად გავხსნა. აუ. შემწვარი არის 10-დან 10. დედა, ღამე მეგონი გული ამერევა. წვნია, ანუ ნახე, ნაჭრებიც არ მომეწონა ამ სულთან დაჭრმა. წვადი როგორც უნდა შეიწვას, 10-დან 10 არის სტრუქტურულად შეჩემა. პრემიქსის გემო აქვს, დანარჩენი ნუ ეხლა პრემიქსს ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ყველგან ეგ არის და მოცა, ეს რატომ მოუტანე აბა? ესა? რატომ დაავიწყდა? მიდი. რამდენი იყო საჭმელი? 10-დან 1. არა, საჭმელი, რამდენი საჭმელი იყო? 1 2 3 5 ცალი. 6. 6. 1 2 3 4 5 6 დასო, ხო? ჩვენი წარდგენია როგორც ის ბესონი, ვისით სულგმობდა ვინც არის. და ის გადავაგდოთ. აღარ გვიდა. ეგ მომიკოს გენგვისწავლე. ესეც მომიწევსამი. მამა, იცი რა, იმიტომ ხარ ლუზერი, რომ იმიტომ ხარ, რომ იცი და ვარზონში. ერთხელ ვიღაც ჩამოვარდა. წმინდას არ შეეხო, რა კაფას გაგაგები. მოიცა. რა? მოიცა, რაღაცა ნემუთხარ ამებს. ერთხელ ადრე ვარზონს თამაშობდით. ვიღაცა გადმოხდა სნაიპერის დაუმიზნა. რომ გადმოხდა, თავში გაარტყა და დააგდო და მოკლა. ის მოყევი, ნახტომშო დავტრიალე და ის რო გავარტყე. მოიცა, მეგობრებო, მოიცადეთ. მეგობრებო, აჩი, თავის მანქანა არ აქვს, იმიტომ დაიჯახა. აჩი, მანქანა ატარებდა, შეიხადა და ბუმ! აქ მინდა ჩავსვა, აჩკოს მანქანას რაც მოუვიდა, პოსტა ფოტო ჩასვი რა, ნომრები დამალე. სამწყაროს აჩი მეუბნება რომ შენზე კარგი მძღოლი ვარო. ვიდეოსაც ჩავსვა. ვიდეოს ჩასვა. აი, აქ ვაჩვენო. ვიდეო რა აჩი ზახშე ჩემ ბრალი არ არისო. დაწერთ კომენტარში აჩის ბრალია თუ არა. პედიჩკა მინდა ეწო. ის წავიდა? რატო გინდა პედალიჩკა? იმიტომ რომ რაღაც თხან. მითხარი, მიდი და მე ვეთქვი. თუ იმე. მათხოვე პედალიჩკა. ეს ვიდეო იყო ეხა ჩასმული და მე მინდა ქართველი მძღოლების შეგნებაზე 1-2 სიტყვა თქვათ რა. კადრში ჩანს ეხა შემოვხაზავ კიდეც, შეიძლება ჩემი ხმა იყოს და ის კადრი გაშვებული, სად ატრიალებს მძღოლი. ნუ გასაგებია სადატრიალებს ეს მძღოლი, მაგრამ აჩიკოს წინ ორი მანქანა, საერთოდ ის რო ატრიალებს გავიგე. ეგ იგივეა ქუჩიდან რო დაინახო ვიღაცების ასაობდნენ. ჩემ წინ და არ მოუწონოს აქციელი. ჩემ წინ მანქანამ გააჩერა ავტო ტორმუზით, ანუ ტიპს არ დაუდგია ტორმუზით. ავტო ტორმუზი. მანქანამ გაუჩერა რა, ანუ თვითონ. და მე просто რა აზრიქო და იმან მანქანას BMW-ში რომ ამზადებდნენ, მოიცადე. Deutsche Scheine BMW-ში რომ ამზადებდნენ, BMW-ს ქარხანაში რომ ამზადებდნენ BMW-ს, იცოდნენ იქა რომ
მოდი ავტოტრამს დავუყენოთ რომ კაცმა ვერ მოსწოს გააჩეროს და გააჩერა ამ მანქანამ მაგრამ რა იცოდა უკან აუბედითი აჩიკრობიზე და მეორე კადრზე გადავიდეთ სადაც ჩანვარ მე რა შეხედა ერთი წამი ვიხედები გვერდზე პროსტა სარკისკენ და ხალხი დაწერს მომენტში ეხლა შე თავს იპრა ხალხი ბრძენია და ხალხი თვითონ დაწერს კომენტარებში საერთოდ ეს აჩიკოს ბრალი იყო თუ არა გასაგებია რომ ის იმაშება მოკლედ ყველაფერი მოგვარებულია აჩიკო გადახდა 20-30000 ლარში დაბლა არის ანგარიშის ნომერი მოცემული საიდან შეგძება არა დაზღვეული არის მანქანა მანქანა დაზღვეული ქონდა მაგრამ ის ტიპი ანუ იმ ტიპს არც გაუჩერებია არც გააჩერა ეგ არის როცა შენ გამოხდება რომ მიხვდები რომ რაღაც გააკეთე ვერ დაინახა დაინახა გამოხედა და წავიდა და რატო შვები ადამიანო ესე ადამიანი პატრულს არ დავაწერიდან დაჟე ჯარიმა მაგ ტიპისთვის აჩიკო მაგარი არის ჩემთვის არაფერს არ ცვლიდა ეგ რა არ დაუწეროთ იმ კაცს ჯარიმა კაია ჩემთვის არაფერს არ ცვლიდა მაინც მე ვიყავი და ან რა ზოგადად 25000 გადაიხდეს 22000 მადლობა ალექსანდრე მოკლედ შეიძლება ეხეს ცუდი რამე გავაკეთე მე არ მყავს ხომ ეს აფიშირება რაღაცები შესაძლოა აჩიკოს იდეა და ალექსანდრეს მე ვერ მიჯდები ამ პროცესს მე ძალიან არ მიყვარს უკვე მომხდარი ფაქტის თავიდან გახდა და არტყი შენი ბრალია მორჩა წერტილი ხო დავედი იმერად ბოცა ესე ბოცა შენ ესე ხელი მე ესე 1 2 დაგემშვიდობები